მოგესალმებით, ერთი აბონის ჩაგდება არაფრის დიდებით არ მაპატიეთ რა, მოგესალმებით. აბა რა გითხრათ, ჩემო საყვარლებო, ამერიკამ ბრწყინვალედ ჩაატარა სპეცოპერაცია ირანში, ისე რომ ერთი ამერიკელიც კი არ გაკაწრულა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა ისრაელთან ერთად, არის ბრწყინვალე საბრძოლო ფორმაში ნებისმიერ სიტუაციაში და ის რომ ამერიკას არ ეშინია რუსეთის ჩემო ძვირფასებო, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში აღნიშნავს და პრუტუნებს 1000 სისულელეს და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ რაც გვეხება, დაჭერები გრძელდება როგორც თქვი, ყველას ჩაყრიან, ყველას ჩაყრის ეს რეჟიმი ციხეში და დარჩება მხოლოდ სალომე და საზღვარგარეთ გაქცეული გახარია. დიახ, ასე იქნება. მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა ჩემო საყვარლებო და კარგებო. ახლა როდესაც ჩვენმა დიდმა იმედმა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასრულა ბრწყინვალედ და მსოფლიოს აჩვენა ძალა და დაასრულა ბრწყინვალედ სპეცოპერაცია ირანში, ასე რომ ირანი ვეღარასოდეს ვეღარ გაამდიდრებს და ვეღარ შექმნის ბირთვულ იარაღს, ეს დამთავრებული ამბავია. ამ დარტყმით, რა თქმა უნდა, მან უდიდესი დარტყმა მიაყენა ვის თუ არა რუსეთს. ეხლა ნატოს სამიტიც დამთავრდება და როგორც მან განაცხადა, ის აპირებს პუტინთან შეხვედრას. ეს უკვე გარდაუვალია და ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის. ტრამპის თამაშები გადადის უკვე უმაღლესი კატეგორიის, კვანტური განზომილების თამაშებში, რომელსაც ვერ ეწევა მსოფლიოს ვერც ერთი ლიდერი, მე მგონი თავისიანებსაც უჭირთ რომ ჩავწდნენ ამ სიღრმეებს, მაგრამ ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილების გვირგვინი, რომელსაც ის ძალიან ამაყად ატარებს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველოს საკითხიც დადგება განხილვის ქვეშ პუტინთან, რა თქმა უნდა, აბავისთან უნდა განეხილოს. აქ ვარ ჩემო განსახილულად ამ იმის ხوار დაიბარებს, იქ განსახილო ვინ უნდა დაიბაროს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მე და ჩვენ გვჯერა ნიშნების. და მინდა შეგახსენოთ ერთი ნიშანი, რომელიც ძალიან სიმბოლურია და რომელიც მე პირადად მაძლევს ძალიან დიდ იმედს. 2024 წლის სექტემბერში ჯორჯიის შტატის საარჩევნო რეკლამაში შემთხვევით გაიელვა საქართველოს, კერძოდ კი სვანეთის ულამაზესი მთების ფოტო სარეკლამო რგოლში. ტრამპის სარეკლამო რგოლში. ეს შტატი ტრამპმა ბრწყინვალედ მოიგო, ფოტო შემდეგ წაშლილი იქნა და ბოდიშიც მოიხადეს შეცდომისთვის და ჩაანაცვლეს ნამდვილი ჯორჯიას შტატის ფოტოთი, მაგრამ ნამდვილი ჯორჯია მაინც ჩვენ ვართ. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მე მინდა ვთხოვო და შევთხოვო ბატონ პრეზიდენტს, რომ ეს შეცდომა არ ჩათვალოს შეცდომა და ჩათვალოს ნიშნად იმისა, რომ ერთი პატარა ქვეყანა ოკეანის გაღმა ითხოვს დახმარებას და ის აუცილებლად უნდა გადარჩეს მტრის უღელისგან. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. Adam